სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციები მკაცრდება. დარღვევების გახშირების ფონზე მთავრობა სანქციების სისტემას ამკაცრებს და ჯარიმებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებები ლოტარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონში შედის. ჯარიმები ზოგ შემთხვევაში სამაგდება, ზოგიერთში კი 10 მაგდება, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიებს ნებართვის გაუქმებაც ემუქრებათ. მთავრობის შეფასებით კომპანიებისთვის წესის დარღვევა ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი დაცვა, სწორედ ამიტომ ეს ცვლილებები უნდა გახდეს უფრო მკაცრი პრევენციის მექანიზმი და გააძლიეროს მომხმარებელთა დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა პიტნავა. მოგესალმებით ლაშა, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. არც ისეთი მოკლე შესავალი გამომივიდა ამ თემაზე, თუმცა მაინც უფრო ზოგადი ინფორმაცია იყო, მაგალითად რა ჯარიმებს ეხება, ცვლილებები კონკრეტულად რას მოიცავს, თქვენგან რომ მოისმინოს ჩვენმა მაყურებელმა, რას გულისხმობს ის ცვლილებები, რომელიც ამ ეტაპზე უკვე პარლამენტშია განხილვაზე. ზოგადად სათამაშო ბიზნესის სფეროში ორი ტიპის ჯარიმა გვაქვს. ერთი არის სანებართვო პირობების დარღვევისთვის და ერთი არის სანებართვო მოსაყრების ვადის გადახდის დარღვევისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმებს ვზრდით და უთანაბრებთ სათამაშო ბიზნესის მომხრების ვადის გადახდის ჯარიმებს. შესაბამისად თანაბრდება ეს ჯარიმები. აი, რამდენი იყო და რამდენი ხდება? პირობითად მაგალითად სამორინეს ნებართვის ფარგლებში თუ მოსაყრების ვადის გადახდის ჯარიმა იყო 20,000, ისევ რჩება 20,000, ხოლო სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა იყო 7,000 და უთანაბრებთ 20,000. ისევე იყო სათამაშო აპარატების შემთხვევაში, მაგალითად ვადის დარღვევაზე ჯარიმა იყო 10,000, სანებართვო პირობების დარღვევაზე ჯარიმა იყო 1000 და უთანაბრებთ 10,000. ასევეა სხვა კიდე რამოდენიმე ტიპის თამაშები. აი, რამდენი ტიპის ცვლილება განხორციელდება? 5 ტიპის ცვლილება გვაქვს, ასე ვთქვათ, 5 ტიპის სათამაშო ბიზნესს უზრდით გადასახადებს, უფრო სწორად ჯარიმებს. ეს არის სამორინეს თამაშები, სათამაშო აპარატის სალონის თამაშები, თამაშების მიწოდებაზე, სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობებზე და აზარტულ კლუბზე. აზარტულ კლუბზე პირობითად 2,000 იყო ჯარიმა, დღეს გახდება ისეც 10,000. სისტემურ ელექტრონულზე იყო 7,000 ჯარიმა, სისტემურ ელექტრონულზეც გახდება 20,000. ლაშა, ასევე საინტერესოა, მე მოკლე მინიშნება გავაკეთე, რომ შესაძლებელია ამ ცვლილებების მიხედვით ჩნდება ჩანაწერი, რომ შესაძლებელია ისეთი დარღვევაც დაფიქსირდეს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ნებართვას. რა შეიძლება ეს დარღვევა იყოს? ან ეხლაც არის თუ არა ესეთი ჩანაწერი? მოდით ესე ვთქვათ, ნახეთ. სათამაშო ბიზნესი არის სალიცენზიო საქმიანობა და თავდაპირველად სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი იღებს ლიცენზიას, რომელსაც კანონის საფუძველზე ქვია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. ამ ნებართვის ფარგლებში 5 წლიანია ნებართვა, შეთანხმებულია პირობები, შეთანხმებულია სხვადასხვა ვალდებულები და ნებართვის ფარგლებში აკეთებს ეწევა საქმიანობას სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი. ასე რომ ვთქვათ, 5 წლიანი ლიცენზიის ფარგლებში ყველა პირობა, ყველა ეტაპი უნდა იყოს შეთანხმებული. აქ ზედამხედველობის მიზნით, ვინაიდან სანებართვო პირობებს უკვე შეთანხმება მიღწეული გვაქვს და თუ არ მოხდა ამ შეთანხმების ორგანიზატორის მხრიდან დაცვა, ამ შემთხვევაში გრძელდება ეს სანქცია. აქ უბრალოდ პრაქტიკაში გვიჩვენა ესეთი სურათი ქონდა ჩვენ, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაგალითად ერჩივნა ორგანიზატორს ჯარიმა გადაეხადა, ვიდრე მოსაკრებელი გადაეხადა. აი, რომ ავიღოთ სათამაშო ბიზნესის კვარტალური მოსაკრებელი. ამ შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის კვარტალური მოსაკრების გადახდის სანაცვლოდ იხდიდა პირობითად ჯარიმას. რომ სათამაშო ბიზნესის კვარტალის მოსაკრებელი გაცილებით მაღალი იყო, ხოლო ჯარიმა იყო ნაწილი. აი, რა იყო სხვაობა? აი, პირობითად რო ავიღოთ მაგალითად სამორინეს შემთხვევაში, სამორინეში თბილისის მაგალითზე, მოსაკრებელი სამორინეს მაგიდაზე არის 40,000, ჯარიმა თუ მაგიდა არ იქნებოდა, იყო 7,000. იგივე რო ავიღოთ სათამაშო აპარატების სალონი. მაგალითად სათამაშო აპარატი თუ ობიექტზე აქვს განთავსებული კვარტალური მოსაკრებელი არის 4,000, ამ შემთხვევაში თუ კვარტალური მოსაკრებელზე არ იქნებოდა შეთანხმება, ჯარიმა ვრცელდებოდა მხოლოდ 1000 ლარის შემთხვევაში. დღეს ეს ჯარიმები ფაქტიურად გაიზარდა და გაუტოლდა ვადის დარღვევის ჯარიმებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკმარისი ნაბიჯია იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და დარღვევების რაოდენობა შემცირდეს? აი, რა მოლოდინია ჩადებული ამ ცვლილებებში? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მექანიზმია პრევენციის პირობითად 5 წლიან შვალეს თუ გადავხედავთ, 2020 წელს ჯარიმებიდან გადახდილი იყო ბიუჯეტში დაახლოებით 70,000, ბოდიშით 70 მილიონი, ხოლო
არა 70,000, ხოლო 2025 წელს დაახლოებით 410,000 რეალურად ჯარიმები შვიდმაგეოდენობაა გადახდილი 5 წლიან პერიოდში. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ეს ჯარიმები, რომელიც დღეს მოქმედებდა, იყო 2005 წელს მიღებული და კანონის ნორმა იყო 2005 წელიდან. დამატ დროც მოჭამა ეს ჯარიმები, ასე რომ ვთქვათ და 21 წლის წინ დაახლოებით კი ბატონო და შესაბამისად ამ ეტაპზე გაიზარდა მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესის სანებართო საქმიანობაზე, ასევე სათამაშო ბიზნესის კვარტალურ მოსაკრებელსაც საფასურები, ასე რომ ჯარიმები დარჩა იგივე და ვერ დაეწია. და ეხლა ფიქრობთ, რომ ეს ცვლილება, გათანაბრება, როგორც თქვენ ამბობთ? რა თქმა უნდა, ეს ცვლილება უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ისე კეთილსინდისიერი ბიზნესსა და სახელმწიფო შორის ურთიერთობას. კეთილსინდისიერი ბიზნესი, რომელსაც ლიცენზია აღებულია 5 წლიანი და შესაბამისად სანებართო მოსაკრებელი აქვს გადახდილი, კეთილსინდისიერად განაგრძობს თავის საქმიანობას. ეხლა უფრო ჯარიმებიდან ცოტა რომ გავიდეთ, უფრო ფართო თემაზე, სათამაშო ბიზნესის ნაწილზე. რეგულაციები, რომელიც 2 წლის წინ გამკაცრდა, მაგალითად აი ამ რეგულაციებზე რო ვისაუბროთ, ამან რა შედეგი გამოიღო? რეგულაციები ჩვენ გვქონდა რამოდენიმე ფონზე, ნახეთ ლაშა იმის ფონზე, როდესაც ვთქვათ, ერთ-ერთი ტიპის ჯარიმა და დარჩენილი იყო 2005 წლის მონაცემებით და რედაქციით. ესენი ალბათ ერთმანეთთან ძალიან კავშირშია ხო თემები. აი 2 წლის წინ მიღებული რეგულაციები როგორ აისახა სათამაშო ბიზნესის სექტორზე? კი ბატონო, აქ ქონდა ჩვენ რამოდენიმე ეტაპი სათამაშო ბიზნესის რეფორმის, ასე რომ ვთქვათ. პირველი ეტაპი იყო გარკვეული შეზღუდვები, რეკლამის ნაწილში რეკლამის აკრძალვა. ორი ტიპის აკრძალვა გავაკეთეთ ჩვენ აქ თამაშდამოკიდებულებისა და აუგზავნეთ სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ პირებს და დამოუკიდებელ მარგულ ორგანოებში დასაქმებულ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. ესეთი, რომელიც კანონმა აუგზავნა მოთამაშეებს, დაახლოებით ყავს 1,5 მილიარდი. გარდა ამისა, მეორე მექანიზმი გვაქვს თვით აკრძალვის მექანიზმი. დიახ, 1,5 მილიარდია დაახლოებით. მეორე მექანიზმი გვაქვს თვით აკრძალვის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს შეუძლია თავისი თავი აიკრძალოს 5 წლის განმავლობაში და ასევე აქაც ორად არის გაყოფილი. ოჯახის წევრს შეუძლია აუკრძალოს თავისი ოჯახის წევრს თამაში, აზროვნო მონგებია თამაშობებში. ესე დაახლოებით 36,000 ადამიანი გვყავს უკვე, ვის განცხადება დაწერა მიმართაში. ჯამში ხო ოჯახის წევრის მიერ და პირადი განაცხადება. დაახლოებით 36,000-ია ესეთი ადამიანი და ოჯახის წევრის შემთხვევაში გვყავს 62 ადამიანი. აქ უკვე ოჯახის წევრის პასუხისმგებლობაა მეტწილად, ძირითადად პრაქტიკაში ესეა, რომ ბევრს უნდა რომ თავის ოჯახის წევრს აუკრძალოს, აზროვნო მონგებიან თამაშობის მონაწილეობის მიხედვით, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მე თავს იკავებს უკვე, რომ ჩაერიოს მისი ოჯახის წევრის ნაკრძალვასთან მიმართებაში. თვითაკრძალვა უფრო მაღალი მაჩვენებელია. კი ბატონო, თვითაკრძალვა გაცილებით მაღალი მაჩვენებელია. და ეს რამდენი პროცენტია, ვთქვათ, თლიანად მოთამაშეების რაოდენობის, ანუ რამდენად კარგი მაჩვენებელია თლიანად იმ მოთამაშეების რაოდენობას რო შევადაროთ? ანუ პრობლემას რამდენად აგვარებს? მეტნაკლებად თუ არ დავიწყეთ, ისე ვერ მოაგვარეთ. მოთამაშეების რაოდენობა ფაქტობრივად უამრავი მოთამაშე გვყავს და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმა აკრძალა, გარკვეულწილად რისკი რჩება კიდევ ონლაინ თამაშები. აქ უკვე ოჯახის წევრის პასუხისმგებლობაა, პირობითად აკრძალული აქვს კანონის საფუძველზე ვიღაცას ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ისინი იყენებენ სხვის აკაუნტებს, რომლის მიხედვითაც თვითონ არ თამაშობენ და თამაშობს სხვა ადამიანი. მარტივად ჩვენი პლასტიკური ბარათი რო ფაქტობრივად ჩვენი პლასტიკური ბარათი რო სხვას გადავცეთ და მან გამოიყენოს. ეს ხდება ამ შემთხვევაში. ეს უკვე ოჯახის წევრის პასუხისმგებლობაა, ვის თავისი აკაუნტით ათამაშებს თავის ოჯახის წევრს. ანუ თქვენ აი ამ გადასახედიდან ამდენ ეტაპიანი რეფორმის შეფასებას როგორ გააკეთებდით? ეფექტიანი იყო ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, თუ კიდევ არის ვთქვათ რაღაც გასაკაცრებელი, რომ საბოლოო შედეგი დავინახოთ? რა თქმა უნდა, ეფექტიანი იყო 5 წლიან პერიოდს დავაკვირდეთ. 5 წლის განმავლობაში გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, კონკრეტულად პირველი არის აკრძალული პირები, მეორე დამოკიდებულებული პირები, რომლებმაც თვითაკრძალვის მექანიზმი ჩაერთვნენ, მესამე ოჯახის წევრს რო შეუძლია აუკრძალოს, გარდა ამისა შემოსავლები ბიუჯეტში კონკრეტულად თუ იყო შემოსავლები 2020 წელს ბიუჯეტში დაახლოებით 240 მილიონამდე იყო
შარშან 2025 წელს სათამაშო ბიზნესთან შემოსავლები იყო დაახლოებით 1.854 მილიონი. და ამის მიზეზი რა არის? ამის მიზეზი არის მილიონ ნახევარ ადამიანს ეკრძალება თამაში, ეს თანხა როგორ გაიზარდა? ნახეთ, ჩვენ გადასახადები გავზარდეთ, მოსაკრებლები გავზარდეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგი ეტაპი იყო უკვე ონლაინ თამაშების ლიცენზირება და დამოუკიდებელი ლიცენზირების ფარგლებში განხორციელდა ონლაინ თამაშები. ძირითადად წვლილი მაინც აზატულ თამამოგებიან თამაშობებზე მოდის ონლაინ თამაშებზე, ასე რომ ვთქვათ. აქ სათამაშო ბიზნესი არ იხდის მარტო ერთი ტიპის გადასახადს. აქ გვაქვს სამი ტიპის გადასახადი, ასე ვთქვათ. ერთი არის სანებართო მოსაკრებელი, რასაც ძირი ლიცენზია ქვია და რომელიც 5 წლიანია ლიცენზია და ყოველწლიურად იხდის ამ სანებართო მოსაკრებელს. გვაქვს კიდე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც მაგიდების მიხედვით არის კვარტალური მოსაკრებელია და გვაქვს გადასახადი GGR, რომელიც განსხვავებული მოგების გადასახადია, მიღებულ და გაცემულ ფსონებს შორის არის სხვაობა და ყველაზე მაღალ გადასახადს დღესდღეობით სათამაშო ბიზნესი იხდის ჩვენ ქვეყანაში სხვა ოპერატორებთან განსხვავებით. აუცილებლად მინდა გკითხოთ, აი ამ სახელმწიფოს მიდგომამ, ესეთი გამკაცრებულმა პოლიტიკამ ხომ არ გამოიწვია სათამაშო ბიზნესის აზრის შემცირება, იმიტომ რომ გვახსოვს, როდესაც ეს რეფორმა დაიწყო, იყო ძალიან დიდი პოლემიკა, რომ თითქოს ბაზარი ამით ყდებოდა და ეს ეხლა რა შედეგი გვაქვს? შედეგი ფაქტობრივად გამოიწვია თუ არა კომპანიების გადინება? კომპანიების გადინება არ გამოწვეულა, პირიქით, ამ შემთხვევაში გაიზარდა კომპანიები, როდესაც ონლაინ თამაშები გავხადეთ ლიცენზირებადი, ამ შემთხვევაში ბაზარზე იყო 18 ოპერატორი. დღესდღეობით არის 24 ოპერატორი, რომელიც ონლაინ თამაშებშია ჩართული. აქედან 8 არის სათამაშო აპარატების სალონთან დაკავშირებით, 7 არის სამონეს თამაშებთან დაკავშირებით და 7 არის ტოტალიზატორთან დაკავშირებით. რეალურად მანამდე სანამ ამ რეგულაციას მივიღებდით, ბიზნესიც იყო იზახდა, რომ ჩვენ ამ რეგულაციების შედეგად დავტოვებთ ბაზას, მაგრამ შედეგი სხვა გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ლაშა საინტერესო ინფორმაციისთვის, დროებით და გემშვიდობებით და ნახოთ პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცვლილებების შევა თუ არა. იმ პროექტში, რომელიც ჩვენ ხა განვიხილეთ და რომელიც თვალისწინებს ამ რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა პიტნავა.